ვაგზელებთ ჩვენ ვიდეოებს. ამ ვიდეოში ვილაპარაკებ მონტაჟებზე, ომსკერული თევზჭერის ლოკო როგორ დავიჭიროთ ნაპირიდან მსკერულად. ძირითადად განვიხილავ აი ამ მონტაჟებს. აი ესეთ. ესენიც არის მეთქეთის, წინა ვიდეოშიც გითხარით, ეხლაც გეუბნებით. მეთქეთი ოფიციალურად შემოიტანა My Fishing Gym. უკვე შეგიძლიათ აქვე იყიდოთ. თუ რაღაც არ იქნება, ძირითადად ჩამოიტანენ. აი სად ვეძებოთ ლოკო რაღაცებს, შემდეგ ვიდეოში ვიტყვი, მოდი მონტაჟებზე დავიწყოთ. ავიღოთ აი ეს მონტაჟი. როგორი ჩანს? ეს მონტაჟი ესეთ უნდა ჩანდეს. ცოტა იყოს ჩვენი ფსკერი. აი ეს იყოს წყლის ზედაპირი. მოდი აი ესე გავაკეთოთ. აქ გვაქვს ანკესი ჩარჯობილი. ჩვენი სატყუა არა შეგვიძლია უბრალოდ ესე გადავაგდოთ, ოღონდ ეგეთი მარტივი არ არის. წელს არ ვიცი საიდან გავიგე, მაგრამ ვიღაცამ მითხრა, რომ დრონით ვაფრინეთო ანანურშიო, რომ ფსკერის რელიეფი გაგვეგოო და ისე გამიხარდა, რომ ვითარდება რა და უკვე მაგდონეზე ვართ, რომ ფსკერის რელიეფს ლოკოს თემაში ხა საზანზე ძალიან მაგრა იციან ფსკერის მოკვლევა, მაგრამ ნუ ლოკოსაც ჭირდება. არ არის ესე რომ ლოკო ყველგან იყოს და ასე შემდეგ. ლოკო ძირითადად არის არხებში, მოდი აქვე ვიტყვი. აი სიტყვაზე მოდის, აი აქ აკეთებს აი ესეთ ჩაღრმავებას. ლოკო უნდა ვეძებოთ აქ. სატყუა რა უნდა დავუგდოთ? აი აქ. შიგნით არ უნდა ჩავუგდოთ. ეს წყალი შეიძლება იყოს, აი მაგალითად ავიღოთ სათავე, ხო? აი რაღაცა ალგეც და იმას ესეთი სათავე აქვს. დაფარულია მთლიანად წყლით. არაფერი არ ჩანს. ყოველთვის დამშრალზე რო ნახოთ, აი ძირითადად არის აი ესეთი, ხო? სწორი, სადაც ჩაღრმავება და კიდე სწორი. ანუ ეს არის არხი. ნუ წყლის შემოსასვლელიდან ასე შემდეგ რა. თევზებიც არიან მანდ, მით უმეტეს ლოკო. აი ეს წყალი შეიძლება ესე შემოუყვეს. აი დამშრალი ალგეთი ვისაც გინახავთ, ხო, როგორი დაკნაკლილი არის. მეც ვიღებდი ადრე ფოტოებს, მე დავიზეპირე. და ნუ ეხლა რო გაქვთ უკვე მარტივი არის. მაგრამ მაინც ესე ლაივში რო იცი, რომ აი მხის ძირში ესეთ მაგარი მას აკეთებს, კარგი არის ხოლმე. აი მოუყვება ესე რა. აი აქ რო ჩააგდოთ. არაფერი არ მოხდება, აქ რო ჩააგდოთ, არაფერი არ მოხდება. უნდა მიართვათ ყველაფერი გამარტივებულად ლოკოს. აი აქ რო დააგდოთ ეს სატყუა რა დიდი ალბათობით არ დაარტყავს, ნუ დიდი ლოკო. ჭირდება აი წყალთ არხთან ამ იმასთან მაქსიმალურად ახლოს. შეიძლება მაინც არხი არ იყოს და უბრალოდ რელიეფი ქონდეს, აი ალგეთის რელიეფი რო გაიხედოთ, ხო, როგორი არის რა. აი ბირთვისი, ალგეთი, ტბისი ეგ ადგილები ზოგადად ეგეთი რელიეფის არის, რომ აი ესეთი აწეული და აწეული რაღაცა ისინი რა. მაინც წყლის არხი არ უნდა იპოვოთ. აქვს ალგეც ისეთი ადგილები, რომ უბრალოდ აი ამოღებული არის ამ ხელ ადგილები, დიდი ჩაღრმავებები, აი ალგეთი რო იცლება ბოლომდე. ვარ მაგ დროს ნაყოფი, რამდენიმე წლის წინ, 5-6 წლის წინ რო დაცალეს, დამბასატანა წყალი გადიოდა იქ 1 მეტრი იყო და ალგეთის შუაში 20 მეტრი იყო რა. ანუ დაცლილზეც კი მაგხელა სიღრმე ქონდა რა. ანუ ძალიან დიდი ისინი აქვს სიღრმეები. აუცილებელი არის რომ 20 მეტრა იყოს, ანუ სიტყვაზე აი ამის სიღრმე არაფერს არ გვაძლევს, უბრალოდ კარგი არის ხოლმე აი ესეთი ადგილები რა, ლოკოს ბუდეები. შეიძლება ლოკო იქ ქვირითობდეს, იქ იყოს, იცავდეს ქვირიც, შეიძლება უბრალოდ თევზი მოძრაობდეს, ისეთი არხი იყოს და იქ იყოს. ძირითადად აი ესეთ ადგილებში სწორ ზედაპირზე, ნუ საინტერესო ისეთი არაფერი არ ხდება ხოლმე, ხო? აი მაგალითად საზანზე პირიქით რა ესეთ ადგილას სწორ ადგილას რო დაკვებავ 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, რო შემოდის ლოკოზე ეგრე არ ხდება. ლოკოზე ნუ დაკვებაც ნაკლებად დაკვება არ ხდება რა. რამდენი აი არხი არის, ხო? რამდენით აი მაგალითად ავიღოთ ჩაძირული ხე არის აქ რა. მაგ დროს კარგია ხოლმე, ზოგადად კარგია ხოლმე, რომ ფრიქციონი კარგად იყოს გადაჭერილი, რომ დაარტყავს. აი აქ გვაქვს ჩვენი სატყუა რა, ხო? აი ეს აწეული. რომ დაარტყავს, არ შეიტანოს ხეში. აი რიონზეც ნახავდით ვიდეოში, რომ ფრიქციონი გადაჭერილი მქონდა და ისე ჩამეძინა, რომ ვეღარც გავიხვიძე და მაგის ხარჯზე რომ ფრიქციონი ბოლომდე მქონდა დაკეტილი და ვეღარ წაიღებდა რა, აი ხესთან ვერ მივიდოდა მაგალითად რა.
წამოვიდა ეს სიგანეზე გამოვუყვა ლოქოს რაც შეეძლო და იქ შეძრა რა, მართლა მაინც შეძრა, მაგრამ მაინც გამოვიყვანეთ. 8 დღე რო ვიყავით რიონზე, მაგვიდეოშია ეგ მომენტი. და იქაც მაქვს ახსნილი. კარგი იქნება ხოლმე რომ ფრიქციონი გადაჭერილი იყოს. მაგ შემთხვევაში მე რიბინა, კარგი ძუა, კაი ნემსკავი, ყველაფერი კარგი რა. არ გამოდის ხონერ ტემუს რაღაცებით. წინაზე ტემუს ნემსკავი რაღაცა მითხრა გამიტეხაო და აღარ ავყევი. მოკლედ ლოქოს არ უნდა ვაკადროთ რაღაცა AliExpress-ი და ტემუ რა. შეიძლება იარაღზე დააყენო, სახში მიიტანო ტემუს ლოქოს არ უყარს ტემუ. რამდენი მეტრით ახლოს ხო რაც შეეხება. აი შეიძლება აი აქედან ჩამოკიდოთ ჩაძირულ ხესთან, აი ხე არის ჩაძირული დიდი. დაახლოებით 2 მეტრას ვიტოვებ ხოლმე ადგილს. აი 2 მეტრით აქეთ, აი აქ თუ არის რაღაცა ხე ან რაღაცას ვხედავ რომ პერსპექტიული ადგილი, აი 2 მეტრა მაქვს ხოლმე. თუ ესეთი ჩაღრმავება არის, ჩაღრმავებას 2 მეტრა არ უყარს ხოლმე. ჩაღრმავება როგორც კი დამთავრდება, აუცილებელი არ არის რომ ესეთი ჩაღრმავება შეიძლება ესე მოდიოდეს და აი აქ იყოს დიდი ჩაღრმავება უცებ რა. აი აქ როგორ უნდა აირჩიო, ხა სად მოახვედრო, სად ყო არა. აი რაც უფრო დიდი ისა აქ ხოლმე, აი აქაც ხო ჩაღრმავება არის, აქაც. მაგრამ რაც უფრო დიდი ჩაღრმავება ხოლმე, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში აი აქ ვცდილობ ხოლმე რომ აი ამასთან აი 1 მეტრი დავიჭირო ხოლმე რა, ისე რომ სადავეც მაგ ხოლმე 1 მეტრი და ანუ თევზი ისე ვერ დაიმალოს რომ აი აქ მოსიარული ლოქომ ვერ დაინახოს. რაც შეეხება მაგას სად როგორი ის არის, აი ანანური მაგალითად კარგია რომ გადაიღეს და კარგია რომ ეგრე უდგებიან ლოქოს და პატივს ცემენ, მაგრამ ანანურს იმდენად სწორი მეც გადავიღე წელს ფოტოები გულავიდან რომ მოვდიოდი, სადღაც თხრიდნენ რაღაცეებს, მე მგონი ლაპს ხსნიდნენ, არ ვიცი. ვერ გავიგე. მოკლედ დაახლოებით საქანელების გადმოსწრივ არის Sky-ორმა. აქეთან ნაპირი, იქითკენ შუაში არის გაკეთებული არხი მიუყვება იქით ნაპირზე. იმდენად სწორი არის და აი პატარა ოღორჩოღროები აქვს. რო გახედავ, აი მაინც ასე თუ ისე სწორია და აი ლოქო ანანურში ცოტა სად ჩააგდო, სად ყო არა, იჭირება კარგად, მაგრამ აი სად ჩააგდოთ ვერ გეტყვით. აი ალგეთზე ყველაფერი ის არის. ძალიან კარგი სათევზაო, აი რიონზე, იქ ტეხურაზე ძალიან კარგი ადგილები, აი თბილისის ზღვაზე არ არის ადგილი მაგალითად ისეთი სულ ერთი ხე არის. არის რაღაცა კლდეები, მოკლედ ისეთი ხელსაყრელი ადგილები არ აქვს თბილისის ზღვას, როგორც აი მაგალითად ავიღოთ იქით ხო პატარა ზღვისკენ. სად დავხატო? აი ზემოდან რო დავხედოთ რუკას, აი აქ ხო პატარა ზღვა არის. ეს პატარა ზღვაც სწორი არის, არა აქვს რაღაცა ესეთი რელიეფი. აი აქ ეს ადგილი სუბალახი არის, აქ ამ კრანი რო აყენია მაგას ხატავ, აი აქ კრანთან ჩამოდის მაგალითად ესეთი ხევივით ჩამოდის. აი ამ ადგილას შემხედრია ხოლმე კარგი ადგილია, მაგრამ ძირითადად აი რო თქვა თბილისის ზღვას ალბათ აი პლატინებთანაც არის რაღაცა ესეთი ადგილები, მაგრამ ისე რომ ალგეთს როგორც აქვს, რომ კაი ადგილები და პერსპექტიული ადგილები ლოქოზე და იტეხურაზე რო ნახე, გავგიჟდი მეთქი, აი აქ წევს ახლა ლოქო. თბილისს ეგ არ აქვს და ცოტა ძნელი სათქომია ხოლმე თბილისის ზღვაზე სად იქნება. თუ ახალი დაწყებულია სეზონი, რაღაც ვთქვი, ხოლმე თხელში გავიდე, რაღაცა 5-დან 1-დან 5 მეტრამდე ვითევზაო, 5 მეტრის სიღრმე რო იყოს. ნუ ეგეთი ვარიანტები. რა გამომჩა ეხა? ხო, აი აქ ვცდილობ ხოლმე რომ თუ ესეთი დიდი აღმართი ის არის ხოლმე. ზედაკ დაუგდო ხოლმე რომ სიტყვაზე აი აქ დააგდო სატყუ არა. ლოქო აქ გამოვა, ამას ვერ დაინახავს. ნუ კი აქ ეს ულვაშები, მაგრამ ყველაფერს ვერ მოვთხოვთ ლოქოს, რომ აი ამის ვიბრაციას რატო ვერ გძნობო, მაგას ვერ მოთხოვ ახლა ლოქოს. მაქსიმალურად ჩვენ ეს ისე უნდა მივწიოთ აქ, რომ თევზმა რაც არ უნდა დამალვა მოინდომოს ხოლმე, მაინც გამოჩნდეს რა რაღაც მომენტებში. ანკესაც სხვათა შორის აი ანკეს წვეთზე ეტყობა ხოლმე რა, რომ კაი დარტყმა სანამ იქნება ხოლმე, ნუ იშვიათად ყოფილა ეგეთი მაგარი დარტყმა რა, ერთი სამჯერ მქონია, მაგრამ მაგაზზე მაგარი გრძნობა წელს იმედია გადავიღებ. უფრო კოლკით მიყვარს ხოლმე თევზაობა. რომ გაივლის ხოლმე ლოქო, ეტყობა ხოლმე რა, ის თამაშებს რა. ძირითადად ეს ჩვენი ტივტივა მაგაზეც გადავალ.
ნუ ძირითადად თევზი ცდილობს ხოლმე დამალვას. ლოქო რო ჩაივლის ეშინია, იმალება, ამიტომ გვჭირდება ტივტივად ზოგადად ყველა მკვდარზეც და ცოცხალზეც. ლოქოს ისეთი საზანივით პირი არა აქვს, რომ პილისოსივით დაიაროს და ახვიტოს. ეხლა ბოილებიც მაქვს, მაგრამ ნუ ბოილეთი თევზაობა საქართველოში აზრი დიდად არ აქვს. შეიძლება საფრანგეთში ითევზაო, სადაც გადააგდებ და ლოქო არის, მაგრამ ნუ აი რო ავიღოთ რა, აი აქ გდია სატყუ არა. ლოქო ისი არ დადის და არ ასკანერებს და ესეთი პირი არ აქვს, რომ პილისოსივით ახვრიტოს ზემოდან. ლოქო ძირითადად აკეთებს ხოლმე, აი რაღაცა არის, აი აქედან ზემოთ შეტევას აკეთებს ხოლმე რა, ქვემოდან ზემოთ ყლაპავს, ან პირდაპირ ყლაპავს. აი აკვარიუმის ვიდეოებიც რო ნახოთ ხოლმე, ლოქოს ესე არ დაავადდა და ძირს რაღაც დაყრილს არ შეჭამს. ძირითადად აკეთებს ხოლმე დაბლიდან, ზემოდან ქვემოთ შეტევას ხოლმე. აუღია რა თქმა უნდა, ბოილსაც აიღებს, ყველაფერს აიღებს, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ არაერთეულ შემთხვევაზე, სტაბილურად როგორ დავიჭიროთ, ხო? ეხლა ბოილზე არ დამიჭერია, მაგრამ 100-ჯერ რო ითევზავებ, ერთხელ დაიჭერდა. ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ თევზაობაზე, მაქსიმალური შედეგი რო ამოვიღოთ. ამიტომ გვჭირდება, აი გადააგდეთ, დავხატოთ ეს ისევ. ეს ანკესი, აქ იყოს კარავი, ფეჩის ამოსაშვები და აი წყლის ზედაპირი. აი წამოვიდა ჩვენი ძუა, აი აქ სიმძიმე, კარაბინი. აი აქ დაახლოებით ვაკეთებ ხოლმე 1 მეტრიდან მეტრი და მეტრ ნახევარამდე რა. აი ამ სადავეს. ამ მეტრ ნახევრის შემდეგ ვაკეთებ ხოლმე ან 1, ან 2 ტივტივას. როგორ ახსნათ ახლა ეს 1 და 2. კარგია ხოლმე თუ მკვდარი გვაქვს, თუ რეზინა არა გვაქვს. აი რეზინა არა გვაქვს ხო სიტყვაზე. აი ეს არის ფსკერი. ტივტივა აქ არის კარაბინი, მოდის ძუა ანკესიდან, კარაბინი არის და გვაქვს ტივტივიანი სადავე. რაღაცა ზომებით მეტრა და ტივტივის მერე არის სადღაც 15-13 სანტიმეტრი ხოლმე, აი აქ რო არის ტივტივა. ნემსკავი კეთდება ამ ტივტივიდან სადღაც 10-დან 15 სანტიმეტრამდე. ეს როგორი მონტაჟი იქნება, მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ, ეხლა ვილაპარაკოთ ამის გრამაჟობაზე და ზოგადად ორი რატო კეთდება და რეზინა რატოა საჭირო. რეზინას პლუსები ის, რომ ძუას იცავს გადაქექისგან, აქაც გვადგება, არსად არ წასულა, კარგი არის მაგ ხრივ, მაგრამ მეორე პლუსი რაც არის, აი ავიღოთ სადავე ტივტივით 60 გრამიანი, რომელსაც არ აქვს რეზინა. აი ესეთ ფორმას მიიღებს. როდესაც აი აქ გამოყენებული არის ჩვეულებრივი ძუა, მე ვხმარობ ხოლმე წნულ ძუას. წნული ძუის მინუსი ეგ არის, რომ ის არის, რა ქვია, ერთი რო კბილებზე ცვდება, ჩვეულებრივი ძუა ეგრე არ ცვდება, გადადის კბილებზე და იტანს. ჩვეულებრივი წნული ძუა ცვდება. წნული ძუის ჩვეულებრივი ძუის პლუსი ის არის, რომ რაღაცა ფორმას ინარჩუნებს. მე მოდი ამოვიღოთ ეს ჩემი ძმაკაცის მონტაჟი არის, ათში გაგიხსენი. შემოძრავ რაღაცები. აი ჯერ მონტაჟზე ახლა გადავედი 15 წუთი გასულა. ესეთი მონტაჟი. ეს შეიძლება იყოს, ტივტივებს ცალკე გავყვები მე. შეიძლება იყოს შეღებილი, შეიძლება იყოს ესეთი. ამის გრამაჟობას მე თქვენ თვითონ ამას კარგი ის აქვს, რომ თქვენ თვითონ ამზე თუ სიტყვაზე აკონტროლებთ. თუ სიტყვაზე პატარა გრამაჟობა გინდათ, შეგიძლიათ აქ წყალი შეუშვათ, ნახევარი წყალი იყოს, თან ის ექნება ვიბრაცია რაღაცა. ეს უფრო ახალი ვარიანტებია. ესეც ტრიალებს, აი ჩემს ძროხას პროპელერი უყენიო მაგალითად, მე რაც ვიყიდე. შეიძლება შეღებილი იყოს, აი მაგალითად ესეთი ევროსომის ტივტივა. რაც შეეხება ძუას. ძუის მონტაჟი ზოგადად ძნელი გასაკეთებელია ხოლმე, იმიტომ რომ წნული ძუა, რაღაცა ჩვეულებრივი 0.5-იანი ძუა თუ უძლებს 20 კილოს, წნული ძუა 0.5-იანი უძლებს 80 კილოს. წონაში დიდი სხვაობა არის ხოლმე. ეს იმაზე არ გადადის ძალიან, კბილებზე არ ცვდება, კარგად გადადის.
აი აქაც დაახლოებით ამ მონტაჟზეც ეგრე არის. Რაღაც 10 სანტიმეტრი იქნება პირველი ნემსკავი ამ ტივტივიდან. ეს ტივტივა ამ მონტაჟზე ისეა გაკეთებული სტოპერებით. შეგიძლია უკან გაწიო და დიდი მანძილი იყოს, შეგიძლია მიწიო. ეგეც რეგულირდება მარტივად. წნულზე ეგრე კარგად არ გამოდის. აი ავიღოთ. ამას წნული მაგალითად რო გაიჭიმება, მარტივად სწორდება. ამას აი მაგალითად აი თავისი ისა აქვს, ხო? აი ეს მოღუნვა. წნულზე მოღუნვა არ ხდება, წნულზე ეკეთება ეს. აი ეს ხდება წნულზე. ეს რახან ძუა უკეთია, შედარებით წნული და ეს არ ირევა. რაც არ უნდა დინება გეგონოთ, რომ არ არის, ჩააგდეთ, ხო სატყუარა ეს. აი აქ არის სატყუარა, რაღაც ნახევარი მეტრით, აი ესე არის წამოწეული, ცოტა დინება იმაშვება ხოლმე, ესე ატრიალებს. აქ აუცილებლად გვჭირდება ესეთი რვიანი, ამასაც კარგი რვიანი უკეთია, იმიტომ რომ სუტრიალებს ეს, მით უმეტეს თუ ცოცხალი სატყუარა არის, ბაყაყს არ გულისხმობ, ბაყაყი ვერ ერევა. აი საზანი ავიღოთ 2 კილოიანი, არ გაჩერდება. ლოქორო ჩაივლის ემალება, ეს სატყუარა ტივტივა, ერთი რო ეხმარება ცოცხალ თევზს ამოწევაში. ეს შეიძლება დაწვეს, საზანი ავიღოთ, კარჩხანა ავიღოთ, თათ 2 კილოიან საზანს ეს მარტივად ესე ვერ მოერევა, აი ამის გრამაჟობაზე მე ვიტყვი ცალკე. ავიღოთ კარჩხანა 50-500 გრამია, 9 კილოიანი კარჩხანი თუ თევზაობთ ლოქოზე. გვჭირდება ტივტივა, რომელსაც აქვს 50 გრამის ამწეობა. ეგრე თვლიან ხოლმე რა, მე წყალში ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია, მაგრამ ახლა 10 ჩემთვის მოსაწონი მეთევზე რო იძახის, რო ეს არისო, ძირითადად ვეთანხმები, სხვა გზა არ მაქვს, იმიტომ რომ წყალში დაბლა ვერ ჩავალ და ვერ დავიწყებ ექსპერიმენტს. აუზროვავსებ ხოლმე იქ რაღაცებს ვცდილობ, მაგრამ ეს მეც ესე მგონია მოკლედ რა. ანუ ძუის პლუსი ის არის, რომ რაღაცა ფორმას მაინც აქვს და ერთმანეთში ეს რო ტრიალებს არ აიბლანდება ეს და ესე არ აიხვევა რა. გამოწეული არის, ესეც იქით არის, ესეც აქეთ არის. მე თუმცა სულ ცოტა დინება არის, აი დაბმული არის და ესე გვერდზე გადის და აქვს ესეთი ფორმა. აი წნულ ძუას უფრო აქვს ხოლმე ესეთი სწორი რა, ეს ჩამოეკიდება ესე სწორად, ესეც სწორად და არის ხოლმე რა ესე რა. წნულ ძუას ერთი ეგ მინუსი აქვს. მაგრამ წნულ ძუაზე მონტაჟს გავაკეთებ. კაი, მე გავაკეთებ. ავიღოთ, კაი, მოკლედ თვითონ ეს არის წნული ძუა. წნულ ძუაზე რომ ეგ ეფექტი მივიღოთ გაწეული, გვჭირდება ხოლმე რეზინა. აი ეს რეზინა. ამ რეზინას ძირითადად ვაკეთებთ ხოლმე ეს ერთი ნემსკავი იქით, ერთი ნემსკავი აქეთ აი ეს. რატო ვთქვი წეღან ახლა ის რომ ერთი პლუსი აქვს ამ რეზინას ის რომ კბილისგან იცავს, მეორე პლუსი აქვს ის რომ დაეტაკება ჯერ ესეთი რომ ფორმას ინარჩუნებს, ესე არ ჩამოიწევა. ამას რო უკეთებთ, აი ესე დგება რა, გაშლილი. გეგონებათ აი შიგნით რაღაცა ესეთი ჯოხიაო რა, დიდზე არის უფრო მომრგვალებული, აი უფრო ნათლათაც განახებთ. აი უფრო ესე არის, ხო? აი ტივტივა ავიღოთ, ტივტივიდან ძუა ესე კი არაა ჩამოწეული. რეზინას რო გავუკეთებთ და ამ ტივტივაზე დავსვავთ, აი ესეთი ხდება. უფრო გაწეული. ერთი ლოქოსთვის უფრო კარგი არის, რომ უკანა ძუასთან შეხება არ აქვს, აი ამ ძუასთან რა, ეხლა ეს ორი ძალიან ახლო არის ერთმანეთთან. აი ესე კეთდება რა. ერთი უკანა, მეორე არი ბლანდება, მესამე და მთავარი რაც აქვს ამ მონტაჟებში ამ სილიკონს კარგი, რომ აი როგორც აქეთ-იქით ვათამაშებ, აქეთ-იქით მოხდება. რა ვსგულისხმობ ეხლა აქ? დრო არის რომ ნემსკავები ამოვალაგო მეზაება, მაგრამ ხო. აი მაგალითად. ამის გაკეთებასაც ახლა გასწავლეთ. აი დაახლოებით ეს ეკეთდება ნემსკავები. ერთი იყურება იქით მხარეს, მეორე იყურება აქეთ მხარეს. მოდი მაგის ზომებსაც დაგიწერთ, რომ მარტივად იყოს.
ხო, იყოს აქ. აი წამოვიდა ტივტივა 15 სანტიმეტრი უნდა იყოს ხოლმე მაქსიმუმ. ჩემი აზრით, ახლა შეგიძლიათ მეტრიანიც გააკეთოთ, აი აქ მაგალითად რეგულირდება, ჩემთვის მაქსიმუმი არის 15, მინიმუმი არის 10. აი სადღაც ავიღოთ 13 სანტიმეტრიანი აქ რეზინა, ერთი ნემსკავი იყურება აქეთ მხარეს, მეორე ნემსკავი იყურება აქეთ მხარეს. ამ ნემსკავებს შორის დაშორება უნდა ვიანგარიშოთ ხოლმე თევზის სიდიდეზე. რაც უფრო დიდია თევზი, ნუ უფრო დიდი არის, რაც უფრო დიდი არის სატყუარა, ნუ როგორც უფრო დიდი იქნება ხოლმე, აი დაახლოებით 4-5 სანტიმეტრი ანგარიშეთ, აი ამ ორ ნემსკავს შორის დაშორება. მონტაჟის დროს ეცადეთ, რომ ყველაფერი მაქსიმალურად იყოს და მეტალი არ ჩანდეს. ეს არის ჩვეულებრივი ნემსკავი, არის მეთქეც აქვს ესეთი დაფერილი ნემსკავები. მე ვცადე ამის დაფერვა ხელოვნურად, მაგრამ ძალიან მოკლე ხანს გაძლო და რაღაცა ხელი ჩავიქნიე რა. მეთქეთის რო გითხრათ, ძალიან დიდ ხანს ძლებს ხოლმე. არ არის ეგრე, მაგრამ სხვა ბრენდებს მე მგონი არ აქვს ეგეთი კარგად დაფერვა. ანუ ყველაზე კარგი მეთქეც აქვს, მაგრამ მეთქეთის კი არ არის კარგი რა. რაღაცა ორ ლოქოში უძრება. რეზინა არის მაგ შემთხვევაში კარგი გამოსავალი. რეზინა გაიხევა, მოკვდება რაღაცა, მოვაჭრით, ჩააცვავთ, მარტივი არის. ხო, ამის პლუსი და რატო კეთდება აქეთ იქით საპირისპირო მიმართულებაზე. საწავიღე ერთი ნემსკავი. აი ერთი ნემსკავი იყურება მარცხნივ, მეორე იყურება მარჯვნივ. აქ არის ტივტივა. ლოქო რო ან ჭიაყელაზე, ან რაღა თევზზე, თან პლუსი კიდე ამას ის აქვს, რომ და მინუსი სამკავს ის აქვს, რომ აი სამკავის ზოგადად დიდ თევზს რო უკეთებთ ამ სატყუარას, აი კოკის ვიდეოში წინაზე რო ვთქვი, იქნევს კულს აქეთ იქით ხელში ბევრჯერ შეურჭია, იმას კიდე პლასკა გუბზით ვერ გადაჭრით იმ ხელა ის არის. ამ მონტაჟში უბრალოდ თევზს პირში ესე გაუყრით და სომდა. ეს ნემსკავი ცარიელია, ჰაერში რჩება, არაფერი ხელი შეხება არ უნდა. ამის აქეთ იქითობის კარგი ის არის, რომ როდესაც ჭიაყელაზე ან თევზზე ან რაღაცაზე ეტაკება, ეს აქეთ იქით თახთახებს. კარგი სიტყვა გამოვიყენეთ. თახთახებს. მოკლედ ორივე მხარე დაკეტილი აქვს, იქით მიეჯახება, იქით შეერჭობა, აქეთ მოეჯახება, აქეთ შეერჭობა. აუცილებლად, ანუ ხო შეიძლება ორივე ერთ მიმართულებაზე იყურებოდეს, მაგრამ ჩემთვის არ შეიძლება, უნდა იყოს საპირისპირო მიმართულებაზე. აი ეს. აი როგორც ახლა არ ჩერდება და თახთახებს, აი რო დაეტაკება მთლიანი ეს ხელში მიჭეროს და მაგიტო გაჩერებული თორე. აი ეს რო ეს დაიჭირო მთლიანი, ის ოდნავ შეხებაზე რო იმაშობა, მოძრაობს, ან აქეთ ეჯახება, ან იქით ხოლმე. ამაზეც ფუჭი ჩარტყმები ნაკლები არის. ან იქით დაეჯახება, ან აქეთ. ეხლა რო ცალი ნემსკავი გქონდეთ, მარტო ერთ მხარეს კეტავთ. რო დაეჯახა შეიძლება ისეთი მხარე მოხვდა, რომელიც არ ერჭობა. მაგათაც და ეს აშეხებია საერთოდ. როდესაც ორი ნემსკავი გიკეთიათ, ამ ორიდან ერთ-ერთი რომელიმე მხარეს მოხვდება. რო გითხრათ რაღაცა ძალიან ყველაზე კარგი მონტაჟია თქო, მოგატყუებთ, მაგრამ ნუ ყველა ამას იყენებს რა. ნუ ევროპაში მეც სხვათა შორის ხშირად ვიყენებ ხოლმე ამას, თუ მეზარება იმასე ტრაინიკის სამკავის გაკეთება ხოლმე ის იქნევს ისე რომ რაღაც ამას პირში გაუკეთებთ, ზემოდან რეზინას ესე ჩააცვავთ. აი ეს ამ რეზინავს ესე დაკეტავთ, რომ არ გაძვრეს თევზი. აი ეს ძველი რეზინაა და მალე წყდება ძალიან დაბერდა. ნუ აქ არის თევზი, ამითი დაკეტავთ, რომ არ გაძვრეს. ძირითადად აძვრება ხოლმე, მაგრამ ამებით მაინც კეტავთ. ესენი სპეციალურიც იყიდება, მაგრამ მე აი ამ ძველ მორჩენილ რეზინებს ხმარობ ხოლმე. ხო, გადავიდეთ ამ მონტაჟზე კიდე დაუბრუნდეთ. ამას ის რო ესე არ ჩამოიწევოს ძალიან, აი ეს აქ ეს ორი შავი აქვს დამატებით პატარა ტივტივები. ზედ ნემსკავებზე. აი ეს. ესენიც მოძრაობს, მაგრამ ნუ ესე მიაჯი. პლუსი რაც არის, რომ ეს ესე ჩამოწეული არ არის და აი რაღაცა ესე არის გასწორებული, რათა ხელს არ უშლის ლოქოს მოკლედ სატყუარასთან მისვლაში. ეგ ამბავი არის ეს. გადავიდეთ ამას აქ დავალაგებ და მერე ჩავალაგებ, არ დამაღამდეს. გადავიდეთ ჩემ მონტაჟზე. მე ვიყიდე
მივიყიდე ეს. ისეთები მაქვს. მივიყიდე ეს. ეს არის ძირითადად მდინარეზე სათევზაოები. ეს აი ტრიალებს ესენიც იყიდება ცალკე და იყიდება მზა მონტაჟები. ძირითადად სულ ჩემი გამზადებული მონტაჟები მაქვს ხოლმე და ეს არის ერთადერთი რომელიც ეს არის, რა ქვია, მზა არის. ესეც მქონდეს. ამის რეგულირება შეგიძლიათ, მაგრამ ქარხნულადაც ეგრე მოყვება, რომ აი ამ ტივტივიდან არის რაღაც 10-15 სანტიმეტრში ნემსკავი. რაც შეეხება აქეთა მხარეს შეგიძლიათ იყოს, უნდა იყოს მეტრა ნახევარი, მეტრა 80. მაგის რეგულირება მარტივად შეგიძლიათ, თუ მაგალითად ბალახი არის 3 მეტრიანი, აი აქ რომ მოდის, სუსტი ძუა შეგიძლიათ გავუკეთოთ მაღალი, მოდით არც ცით ვიხმარ. აი აქ ქვა იქნება თუ თქვენი სიმძიმე იქნება, აქ შეგიძლიათ ესე სუსტი ძუა მაღალი იყოს, აი აქ ბალახები იყოს, ბალახებიდან ამოწეული აი ეს. აი აქ ბალახები არის თქოს და ბალახებში იმალება. მაგიტო ეხოლოდით გადახვალთ, ნახავთ ბალახი არის, არ არის, რამდენი მეტრა, რაღაცა ესე გაისროლე, ჩააგდე, ხო არ გაითიშა. ხო, ზოგადად ამ ლოკოზე თევზაობაში ხოლმე არ არის, რომ როგორც ყველა თევზაობაში უნდა იცოდეთ ფსკერი, ბალახიანი არის, ლაფიანი არის თუ რა არის, უნდა იცოდეთ. მაგის მიხედვით მე ამას დააგრძელებთ, თუ ბალახი იქნება ეს ამ ზომაზე აღარ უნდა გააჩეროთ, აწევთ ბალახი სადაც მთავრდება და ეგარი და ეგ. იყიდება ესენი, რომელსაც ნახევარი უტრიალებს, იყიდება რომელიც ესე მთლიანად ტრიალებს. ამის პლუსი ის არის, რომ დინებაში ხმა აქვს, აი. დინებაში ხმა აქვს, ეს წელს ვიყიდე პირველად, ინტერნეტში სულ ვიცოდი რომ ეს არსებობდა, მაგრამ რაღაც ვერ ვიყიდულობდი. ხოლმე ხარ მაღაზიებში არის. ვიყიდულობ. მოკლედ ეს ესე ტრიალებს, იყიდება შავებით, გაუმზადებელი, მაგრამ მარტო ეს რო ტრიალებდეს რა, მონტაჟის გარეშე. იყიდება ფასი რო გითხრათ, ეხლა ამის ფასი არის 50 ლარი. ვიღაცისთვის ძვირია, ვიღაცისთვის არ არის ძვირი. ჩემთვის არ არის ძვირი. ნემსკავები ეხლა აქ იყიდება 50 ლარად, ხო ეხლა რო გამოწეროთ, იგივე ფასი გიჯდებათ რა. ნემსკავი ძვირია, რეზინა ძვირია, ძუა ძვირია, კარაბინი ძვირია, ანუ ხარისხიანი რა. ყველაფერი არის ხარისხიანი. ბევრი რაღაცა ან მონტაჟის მინუსი ეგაა, რომ ეს ერთი ცალი შეიძლება 20 ლარი ღირდეს წავიდეს იყიდოს, მაგრამ გავიწყდება მე რეზინა საყიდელი გაქვს, ნემსკავის საყიდელი გაქვს, კარაბინის საყიდელი გაქვს, ძუას საყიდელი გაქვს. ყველაფერი ეხლა ჩემი აზრით მისაღებია. თქვენ დანარჩენი გადაწყვეტეთ. ესენი ცალკეც იყიდება, შეგიძლიათ დააწყოთ. ესეთი სტოპერები კეთდება, ეს სტოპერი ესე იშლება შუაში. შეგიძლიათ ჩააცუროთ, ჩამოაცუროთ და ჩაკეტოთ, რომ დინებაში აღარ იმას საქმეს. მაინც თუ ტბაზე თევზაობთ, არ გეგონოთ, რომ არ გჭირდებათ. გამეორდები ტბაზე, რაც არ უნდა გასწორებული იყოს, დაბლა მაინც აქვს დინებები. ერთი რომ ამის პლუსი ხმა აქვს, ლოკოსთვის მოსაძებნად შედარებით მარტივი არის, ხმა ისმის. თუ დინება არის ოდნავი მაინც, ეს უკვე ტრიალებს, აი ჩაკვრეთ საკისარზე რომ წინაღობა არა გაქვს რა, ძუა არის, ამ ძუაზე სრიალებს, იქით ისა ჰაერშიადი რა, ანუ არც იქით აქვს ხახუნი, არც აქეთ აქვს ხახუნი, ტრიალებს მარტივად. ტრიალებს გამოყოფს ვიბრაციას, ეს წყალიც იმღრება, ну მოკლედ ეგ მდინარეზე ძალიან კარგი არის, ტბებზეც ძალიან კარგი არის. მაგიტომ ვიყიდე. აი ეს. მოდი. ამას აღარ გავხსნი. ეს არის უბრალოდ იგივე მონტაჟი, ოღონდ ბოლოში აქვს სამკავი. ეს სამკავი არის, რომ უბრალოდ თევზზე იხმარება, თევზს უკეთებს ზურგში. მოდი ნემსკავებზე მერე ვიტყვი და კარაბინებზე მერე ვილაპარაკებ. ну არის ესეთი ნემსკავების ფორმა, ზომა, წონა, იმაზე ვილაპარაკებ მერე. ეხა ვილაპარაკებ უცებ რეზინებზე, რახან რეზინებს ვიყენებთ. არის ესეთი, რომელიც არის XL, არის M, არის L. ეს რა არის? ხო. ეს არის L. თუ ვერ შოულობთ და ეს პრობლემური არის, L ყოფნის ყველაფერს. L არის ოქროს შუალედი. მაგრამ თუ არის ჯობია XL-იც გქონდეთ და M-იც გქონდეთ. M კარგი არის, ანუ
მონტაჟზე შეიძლება აი ამ კვანძ ამ ნემსკავს სხვა კვანძი ჭირდება. შეგიძლია პატარა კვანძი გაუკეთო, იმიტომ რომ ბოლო ნემსკავი არის. ამას ვერ გაუკეთებ, ამას უნდა შემოატარო, სქელდება და რეზინის გადაცმა ხომ ძნელი ხდება რა. ანუ ამის იქით რომ გინდა კიდე ძუა და ნემსკავი. ნუ ეგეთი კვანძი ხდება, რომ ტარდება, შემოახვევ და ანუ ამას სხვა დიამეტრის რეზინა უნდა რა. თუ ეს რეზინა ძალიან მოჭიმული არის, ვიმეორებ, რომ აი მარტივად გახეხავს. აი მე არ მიყვარს ესეთი არეულობა ხოლმე რა, არ მიყვარს. გავათავისუფლოთ, ხო? აი რაც შეეხება იმას რეზინას, აი ზეგ ფიშინგს ქონდა ესეთი, მოდი განახებთ. რეზინა არის, რომელსაც ერთ მხარეს დიდი აქვს, აი ბოლოსთვის მაგალითად, ხო? აი მეთქეც ეგ არა აქვს, ნახეთ? აი აქ რამხელა ადგილია დარჩენილი. ეს რო ყოფილიყო, აი ეს იქნება და მიმჯდარი დამალული ყველაფერი აქ ჩანს. წყალს თუ გულისხმობთ, რომ მარტივად გაშრებაო, მარტივად ამიანის გაშრება. ეს მარტივი სამოძრაოა თან. აი არის რეზინა, აქეთ ესეთი არის, აქეთ ამის ბოლო არის წვრილი ძუას აჯდება ბოლომდე. და ნუ მე მომწონს, მაგრამ ვერ ვიშოვე და მაქვს 3 ცალი ობლად და ეულად და ვურთხილდები ძალიან. ამ ყველაფერს ვინმე ჩემიანი რო ხედავთ, კომენტარებზეც ვიტყვი, კომენტარებს ვერაფერს Facebook-ზე ვერ გიპასუხებთ. რაც არ უნდა პირადში მომწეროთ და შანსი აღარ მაქვს. მით უმეტეს სეზონი რომ მოახდინე ხან ნადირობაზე, ხან თევზაობაზე, ხან სკამი რომელი გამოვიწერო, ბევრი მწერს ძალიან. სულცდილობ რომ ყველას უპასუხო და დღემდე ყველასთვის ნაპასუხები მაქვს. ან გამომჩა და შანსი არ არის, ან უპასუხე. ნუ მომწერთ და აკომენტარეთ. კომენტარს უფრო დიდი ალბათობაა რომ უპასუხო. დღემდე რამდენი ვიდეოც მაქვს, ყველა ჩემ კომენტარს ბოლოს აქვს გული, ისე მაქვს დაყენებული, ყველა კომენტარს ვნახულობ. ვინდა ქიფას არც არავინ, ამიტომ აღარ ვიღებ ვიდეოებს, მარტივად პატარა დრამა ჩავაქსოვეთ. ტივტივებზე გადავიდეთ, ხო? ტივტივზეც ვიტყვი. მეთქეთის ტივტივებს ჯობია ევროსომის ტივტივა, მაგრამ აღარ იყიდება. მე მაქვს. იმიტომ რომ წამით აი ესე კარგად იჭედება. აი ესე კარგად იჭედება, აი განახეთ. აი ეს. და ანუ ეს ჩამოწეული დაბლა არ არის. აი წყალში ოდნავ დინებაც კი უკვე ეხმარება რომ აი ესე დადგეს. შეიძლება ხოლმე რომ აი ესეთი პატარა ტივტივებით გააკეთოთ, აი გადააბათ. აი ერთი მაგალითად. აი ამისთვისა საჭირო ბევრი ზომა რა, რომ არ იწვალოთ. ნუ ამის მერე კიდე შეგიძლიათ ესეთი შლანგი დაუმაგროთ, ამ შლანგს ასველებთ და მერე მარტივად მოძრაობს. და მერე კიდე ეს. ამ შემთხვევაში ეს ტივტივა დამხმარე ტივტივა და გამოდის აი ესეთი გრძელი მოდელი. აქ არის ნემსკავი და აი ესეთი გაშლილი ვარიანტი არის. გრამაჟობაზეც თქვი, ფერზე, ნუ ფერზე რო გითხათ, ლოკო მივადა, ეხა შამაი არის და ლოკო მშიერი არის და დახედავს და ამას წითელი ფერის ის გონიაო, რეზინაო, მე ამას არ შევჭამო, ეგრე არ არის. თუ მშიერი არის, შეჭამს. ნუ ფერს აი ხო გეუბნებით, ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე. ტიზერს ყიდულობ წითელს, რეზინას ყიდულ ხოლმე წითელს. რეზინა საერთოდ არ არის, ვინც ჩემსავით მონდომებული ხართ ძალიან და ილიავაზე ჩაირბენთ, არ შეგხვდებათ იქ გადასხმას რო იკეთებენ ხოლმე PS ხაიმეში ყიდულობ ხოლმე აფთიაქშიც ცადე რეზინების ყიდვა არაფერი არ შველის, არც კლაპნის რეზინა არ შველის და ფილტრის ბენზინის ფილტრის ისიც არ შველის. გჭირდებათ ზუსტად სათევზაო. ეს ვიყიდე საქართველოში ადრე და კი ხედავთ რა ბედი ეწია, ძალიან სქელი არის, ჯაგაროდ ჯოხი არის ეს რა. ანუ ის ეფექტი რომ აი ეს ხვანცალი არ აქვს რა, რომ ლუკ რო დაიჯახება ანიქით მოხდება ანაკეთ, ეგ ეფექტი ამას არ აქვს. ნუ ამას არც ვიყენებ რა. აი ნემსი მაქვს გაყრილი ამაში. ეგ არის და ეგ საქართველოში სამწუხაროდ არ იშოვება. მოკლედ პრობლემული საკითხი არის რა. მე ვერავის ვერ მივცემ, ჩემთვის ძლივს ვიღებ. დავიწყოთ ახლა მონტაჟის გაკეთება. დაახლოებით 3 დღე ვაკეთებდი, ვემზადებოდი. მარტო მონტაჟებს ძალიან დიდი დრო დაჭირდა, აი ხელები მქონდა
გადატყავებული ერთ სიტყვით ძალიან ძნელად კეთდება ეს მონტაჟები, თუ კარგი რეზინა არ გაქვთ. თუ ბევრ მონტაჟს აკეთებთ ჩემსავით, მაინც პრობლემური არის. კარგი. ავიღოთ ძუა ჩანს. მე ძირითადად აი ამ თავების მოწვა მიყვარს ხოლმე. არ ვფიქრობ, რომ სუნი აქვს. აი ამ თავს მოუწვა. მაგრამ მოწული თავი ხშირ შემთხვევაში აი ამ ნემსკავში არ გადის ხოლმე. ამიტომ მეორე მოუწველ თავს გავუყრი, მომიწვია. გადავჭრი ჩემი ლოკო სპაიდერ კოთი. ეს. აქ გავატარებ ერთხელ. აი ვატრიალებ. ძირითადად დასველება არ უნდა ხოლმე, მე მაინც ვასველებ. ეს იმ სქეძოა, რომ არ დაიწვება, რაც უბედურობები არ მოვა, მაგრამ ნუ ვასველებ მაინც. ერთხელ ამოუყარე, აი დავატრიალე, ერთხელ ამოუყარე აქედან, ნუ აქ ნებისმიერი კვანძი შეიძლება გაკეთდეს, მე რასაც ვიყენებ, იმას ვაკეთებ. და მეორეთაც ვატარებ აი ამას. მე გავასწორებ, ამ კვანძის რეგულირება შეიძლება რა, რომ აქ გინდათ ბევრი დაგრჩებათ, გინდათ ცოტა დაგრჩებათ. აი მაგალითად თუ ცოტა გინდათ, აი ამას ესე გაშლი, მოუჭერ. კიდე გაშლი, მოუჭერ. შეგიძლიათ სულ ეს გამოვკაჩოთ აქეთ ამ მხარე და აქეთ ბევრი დაგრჩება, მაგრამ მე ეკონომიური ადამიანი ვარ და ეგეთ ბევრ ძუას არ ვიყენებ. აი ეს ძუები მიახლოვდა ერთმანეთზე, ოდნავ გავაფართოვებ და თავიდან უჭერ, გამოდის ესე. ახლა დასველების გარეშე გადავუჭერ. მაგრამ არაფერი არ მოხდება. აი ეს. მეორე ნემსკავს ვაკეთებთ აი ეს. დაახლოებით გავზომავ გეტყვი. მე ინტუიტიური ცოდნა მაქვს და არ ვიცი სუსტად ზეპირად გავზომე. მე თურმე ვაკეთებ ძუას. აი კარაბინით კი არა და ძუის ყუნწიდან რო ავიღოთ 4 სანტიმეტრში. 4 სანტიმეტრში აი აქ უკეთებ ეს. უნდა გაზომოთ მე ეს, ამას გავუკეთებთ. მოდი ეს არა. ხო. აი ეს. ეს ნემსკავი დაფერილია, მაგრამ გრძელი რეზინა ხოლმე მიყვარს. რეზინა ჯობია გრძელი იყოს, მოგჩეს და ცოტა არ იყოს, მოკლედ. როგორც ხინკალი. აი ამას, იყოს, კარგად გადამიჭრია. აი ამას რეზინას გავუყრე ხოლმე, სქელ რეზინაში არ გჭირდება, წვრილ რეზინაში გჭირდება. ამ რეზინას ჩააცვთ. დაახლოებით ალბათ არ ვიცი, მეგობრებისთვისაც მაგ გაკეთებული, ალბათ 200 მონტაჟი მინიმუმ მექნება ეს გაკეთებული. და აღარ მიყვარს ეს საქმე. არა და ეხლა 1-2 დღის წინ ჩავთე ფილმები, ჩაუჯექი გემრიელად და ანუ ღამეში 5 საათი მუშაობდი რა. აი 11-დან 5-მდე, 3 ღამე მოუნდი ამ ჩემი სათევზაო რაღაცეების გაკეთებას. ხან ნემსკავი იყო მკვდარი, ხან ეს იყო გასარეცხი, ეხოლოტის თავი მოვაჭერი, ყუთის დამკეცები, მოკლედ, ყველაფერს ჩვენ საქმეში როგორც სიტყვა და რა ქვია. ცხელძახში ვარი, კაი პერსონაჟი. ზერაგია იტყვა და ჩვენ საქმეში, მოკლედ, წვრილმანები არ მოდის. არ შეიძლება რაღაცი დაგავიწყდეს, არ შეიძლება რაღაცა პატარა დეტალი გეგონოს, ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლედ, ამის დასველებად შეგიძლიათ. ეს არის M-ი ყველაზე წვრილი ზომა. აი ეს ბევრჯერ გაგექცევოთ, მარტივად გასრიალდება და ამას ხელში გაიყრით. გამოსავალი არ არის, უნდა მიეჩვიოთ. ტკივილთან უნდა იმეგობროთ. აი მოკლედ ესე გავაკეთე. აი ეხა, აი დაახლოებით ბოლო თავიდან დაახლოებით 2-3 მეტრაში ნემსკავი უნდა ამოუყარო ეს. არა, ბევრი მომივიდა. რეზინა, არა, მას არ გავაფუჭებ, შანსი არა, რაც არ უნდა გაიწეროს ვიდეო. ამ რეზინას არ გავაფუჭებ, ეს მეყოფა, არ მეყოფა, მოსაჭრელი მაქვს. კარგი.
რეზინას მოვაჭრი აი ამას. ზედმეტი რეზინაც არ ვარ გახოლმე. სად არის აქ არის? არაფერი არ უნდა დაგეზაროთ აი ამ მაგალითზე. ოდნავ რაღაცა დაგეზარება და ფაფუ. ზოგადად ლოქოს ეგეთი მეთევზეები არ უყვარს, ზარმაცი მეთევზეები. აი ყველაფერი უნდა კარგად გქონდეთ კომფორტულად მორგებული. დავაპატარავეთ. აი რაღაცა დამეზარა და ის არ შეიძლება. ლოქოს ღმერთი არის ნამაზუ იაპონიაში. ნამაზუ მაგას არ გაპატიო. აი ეს. ამას ახლა ნახევარზე, ამას ამოუყრი, ოღონდ ისე უნდა ამოუყაროთ, რომ აი მაგიტოა კარგი ელიზომა. ელში ჩანს ეს მე ელი აღარ დამრჩა დიდად რა და. ელში ჩანს, რომ აი ძუას უყრი რა, უყრი დიდი არის. ეს იმდენად აზის ძუას, რომ ისე კარგად არ ჩანს, მაგრამ მაინც ის არის, რა ქვია, თვალსაჩინო. შეიძლება ეს გვერდზე მოგივიდეთ, ის მოგივიდეთ, ამაგას არ აქვს მნიშვნელობა, ესე გავუყრით თუ ესე. ეს დაფიქსირებული რახან არ არის, ტრიალებს იქით-აქეთ და ჩემსავით მაგაში ეს ბოლოს მივხვდი და მაგას წინასწარ გეუბნებით. ვაკეთებ ხოლმე ეს ერთ ხელში დავიჭერ ძუას, რომ ძუა აქეთ იყოს გადმოქაჩული და საპირისპირო მხარეს შემყავს ნემსკავი. აი ეს. ესე შევაცურებ. ოდნავ დავატრიალებ. აი აქ ძუას გამოვქაჩავ, გზნობ, რომ ძუაში ნემსკავი არ არის გატარებული და ხრიტავ მერე. აი ეს. აი ეს. ეხლა რას გულისხმობდი წერან, ხო? აი მაგალითად ესე რო იყოს გაკეთებული, არ აქვს პრობლემა, ამას ეს ფიქსირებული არ არის და ესე გააკეთებთ. ისე უნდა გააკეთოთ, რომ საპირისპირო მხარეს იყოს. ეს ეხლა ძალიან აწეული არის. შეიძლება ცოტა რთულად შეღერს თქვენთვის, მაგრამ სვანაერთ აი ეხლა უკვე გასწორდა. აი ეხლა უფრო გასწორდა. ამას მე თარაზოში უნდა გასწორება, ეს იქით აქეთ. კარგი. აი ეს. ეხლა ამ გამოსულ ძუას, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი, აქაც მოწული მქონია, მომწვარი. რომ დავაფიქსიროთ. ერთხელ გავუყრით და დავჭიმოთ, ხო? მერე აი ამ ძუას 1 2 3 4 5 შემოვატარებთ. ეხლა 5-ჯერ შემოვატარებთ თუ 8-ჯერ დიდი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. ერთად 6 საკმარისია ხოლმე. 1-2-ჯერ საპირისპირო მიმართულებით ეს გადმოვატრიალებ და ისევ კუნთში გავუყრი. ეს ამას დავჭიმავ, მოვჭიმავ. კეთდება ეს. აი გარი. ეხლა აქედან უკვე გვინდა ისეთი რეზინა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ან სიმძიმეს, ან ტივტივას. ტივტივაზე შეიძლება ესეთი ზემოდან გადმოაცვათ, თუ სქელი არის, ეხლა ეს არის ელი და მარტივად ესე კარგად ეცნება. აი ნახეთ ესე ჩამოწეული კი არ არის. აი როგორ გასტრიგინებული არის. ჩემი სხვანაირად ვერც იქნებოდა რა. აქედან აქამდე გვინდა დაახლოებით 10-13-15 სანტიმეტრი. ეხლა მაგაზეც ეხლა ვინმეს გჯერათ, რომ 10 სანტიმეტრიანზე დაждდებოდა, 15 სანტიმეტრზე დაждდებოდა, უასიტყო და შანსი არ არის. კაი სატყუარს თუ შეთავაზებთ, თანახმარი რა, მაგრამ მაინც რაღაცებს ხო აქვს მნიშვნელობა. მაინც ეგ შუალედი არის რა, 10-15 სანტიმეტრი. ეს რეზინა გავზომოთ, რაღაცა პატარა არის, მე მგონი ამას მოვაჭერი? არა. მაგას ამას ვიხმარ მაშინ. არა, ამას ვიხმარ. აი აქ უკვე, მოდი ამას გავზომავ და მე აგიხსნით, ძალიან ბევრი არის სალაპარაკო და ვერ ვეტევი დროში. ხო, ეს არის 20 სანტიმეტრი. ეს რო დავამაგროთ აქ, არა, მოსაჭრელია. ამას მოვაჭრი 5 სანტიმეტრს. აი მე ხო გეუბნებით, ინტუიტიური ბიჭი ვარ რა, თვალის ეს მოვჭუტავ და გაზომილი. ამას შევუყრით. აი ამას
არ ვიცი რა ქვია. ცუდი ისაა ხოლმე რომ თლიანად თუ არ ჩანს, გვიწევს დაპრესო. მოწვალება. მაგრამ ეს რახან ელიზომა არის, ამის გარეშეც უნდა გაეყაროს. თუ არა და ჰაერ ჩაუბერავთ და ეუბნებით, მე თქვენ ძალიან ბევრი მაქვს ეს გაკეთებული. აი ჩაუშვით დავიჭირე ერთი ხელით. ჩავაწექი მეორე ხელით დავიჭირე, მოუჭირე რეზინას. აი ხა სადღაც იჭედება. ეს ერთი ვარიანტი რომ გაასწოროთ ხოლმე, მეორე ვარიანტია და ჩაბეროთ. ერთი ვარიანტი რომ შეისრუტოთ და ის ძუა რაც წვალობს, გაძრება. წავიდა. ეხლა უნდა გამოჩდეს, გამოჩდა. ჩავაცვით. ამასაც 360 გრადუსიან განხრაში მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ უნდა ჩამოაცვოთ. ჩამოცვის დროს დაასველეთ. ესეთ აი გვერდზე მაქვს ნემსკავი ფოტოებიც გადაუღე რომ შლინი ძველ ნემსკავებს შეჭმული არის ჟანგისგან. ძუა არალტება, ეს მაღაზე გამძლე არის, მაგიტო რაღაც ტემუს ძუას მაგიტო არ გირჩევთ რა, რომ სპეციალური ძუები არის და რაღაც დალპობისკენ და იმისკენ არ არის რა. ამას ცოტას მოჭიმავთ. დასველება დამავიწყდა. მაგრამ ის რომ ელი არის, ზომა მადგება. უნდა ეცადოთ რომ ეს არ შეგერჭოთ. თუ შეგერჭობათ, არა, კაცები ხარ დაიტანეთ. გავასწოროთ, ყველა დეტალს უნდა გასწორება რა. ლამაზი უნდა იყოს, ისეთი უნდა იყოს, რომ აი წუნი ვერ უპოვოს ვერა. აი მოკლედ იწერს, მაგრამ თითო ვიდეო რო გავთვალე 20 წუთიანი გამომდის 1 საათიანი. სად არის? ეს ახლა ყველა იმდენაირი მონტაჟი არის, რა გითხრათ ახლა. ყველა მონტაჟს რამდენი დრო დაუთმო, ვერ წავალთ შორს. ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მუშა ის არის, ბევრი ნემსკავი არა, ნავიდან ამოიყვან და არ გაარტყავ, არ ჩაიძირები, მუშა არის, რაც მთავარი აქეთ-იქით ეჯახება, ინახეთ როგორ თახტახებს. ჰოპ. აი მოდი რაღა ხელი გავარტყა. გაარტყი, ანიქით დაეჯახება, ანეკდა. მაგიტო არის 15 სანტიმეტრი რომ აი რაღაცა აი ესეთი აი ესეთი ეფექტი აქვს რა. ეხლა წნულ ზუას ეს ეფექტი არ აქვს. თან ეს იცავს. და რეზინები, იშვება, არ იშვება. მაღაზიამ რაც ჩამოიტანა, სულ მივიყიდე. მაგრამ კიდე ჩამოიტანენ. ხო, ამის მერე ეგრევე თავზე პატარა მარტივ, აი ესეთ კვანძს ვაკეთებ, მაინც რა მიყვარს. ყველაფრისგან თავდაზღვეული რო ხარ რა. სანამ ძირითადი კვანძი გაკეთდება, აი თავს ესე გავაკეთებ ხოლმე, ამას მოუწვავ. ყველანაირი შანსი რომ მკვდარი იყოს ლოქოს გაქცევის. ლოქოს გაქცევა უნდა მოხდეს ჩემი ხელიდან, ჩემი ნებართვის გარეშე. გავუშვებ. ესე გავზომავ ხოლმე, რვიან აქ შეგიძლიათ აი ესე გააკეთოთ, ერთხელ ამოუტაროთ, ორჯერ ამოუტაროთ, ესეც გამოდის რვიანი კვანძი, მაგრამ ცოტა ულამაზო არის რა, ეხა ეს. შეგიძლიათ დაჭიმოთ, ამას არაფერი აღარ მოუვა. შეიძლება 3-ჯერ ამოატაროთ, მაგრამ 2-ჯერ და 3-ჯერ ამოტარებულ შორის დიდი სხვაობა არ არის. მეც დავიბრალებდი რომ აი 20-ჯერ უნდა და ისე არა. არ გაგირთულებთ საქმეს, არ არის დიდი განსხვავება. და ესე, მე მოდის ესე, ამას ესე შემოულით. ანუ ინტერნეტში რო ნახოთ თასველების რვიანი ქვია რა. ბლოდ. აი ესე ხდება. ამის პლუსი ჩემთვის არის ის, რომ აი ამის დაპატარავება შემიძლია. ეხლა კარგად გამომივიდა, მაგრამ ეს გძელი გამოვა. სიტყვაზე აი ეს ყულფი დიდი არის დაპატარავება, მაგრამ ამ კვანძით ძალიან მარტივად პატარავდება. რომელი მხარეს გძელი აქვს, ამას აი გაიგებ, რომელი ძუა არის კვანძში, გამოკაჩავ, დაატრიალებ, შემოატრიალებ, შემოუხვევ, აქედან იქით, იქიდან აქეთ და მოკლედ ამას გამოკაჩავ მე რა. ეხლა არ გამოვიდა, მაგრამ გამოდის ეხლა. დამეზარა მაგდენი ამბავი. აი ეს კვანძი კარგია ხოლმე, ცოტა შორს იყოს. ეს კვანძი თუ არის მოკლე, აი აქ მაგალითად აი განახეთ. ცოტა ძნელია სახსნელია. სიტყვაზე აი არ გაქვთ ეს რა, ხშირად დამგჩენია და გამტყდომია, ისა, ღვიძლზეც ამას ხმარობ ხოლმე და ყველაფერზე. აი მიაწექით და არ ჩანს რა ბოლო. არ გამოვიდა. ეს კვანძი უკვე არ გასრიალდება შიგნით, ვერ შეასრიალთ, უნდა ჩათხაროთ ჯოხი, ეს თავი გააფუჭოთ. ესა.
მაგით უმჯობესია ხოლმე რომ აი ეს თავი ყულფი გრძელი იყოს ხოლმე რა. შეუშვებთ და სანამ კვანძი დაეჯახება შესასვლელს აი ეს გამოსული იყოს რომ აი აქედან მარტივად გაქაჩოთ. იმდენ დროს და ენერგიას გიზოგავთ, თქვენ ხო არ იცით. მაგრამ მე YouTube-ს არ ვაპირებ. არც ლაიქი მინდა, არც კომენტარი მინდა, არც გამოწერა მინდა, ვაფშე subscribe-ი გააკეთეთ, მაგრამ თავარი ლოკო გაუშვით. ხო და ეგრე ამას ან გადააცმევთ ზემოდან თუ ელი არის, თუ ემი არის. შიგნით შეუშვებთ, აი ესე დასველება ყველაფერს შორის, შიგნითაც, გარეთაც. ისეც ასეც. გააკეთებთ ამას. სიტყვაზე ესე არ კეთდებთ თუ არ გემორჩილებათ რაღაცა რაღაცა არ ვიცი რატო ვერ უნდა გააკეთოთ, მაგრამ თუ ვერ გააკეთეთ. თუ ვერ გააკეთეთ, ფოსფორი ჩვეულებრივი, ფოსფორს აქ ჩათხრით, ეს ფოსფორი კაი ხოლმე გააშტრიკინოთ უფრო. ფოსფორს ჩათხრით, მერე ჩააცმევთ ამას და ფოსფორი შედის ამ დიამეტრში. აი ეს. აი ესე გამოდის. ეს ახლა 1 კილოიან საზანი იქნება, ქორჭილა იქნება, ყველაფერს ეყოფა. უფლებას არ მიცილს რომ დაწვეს, დაიმალოს, დაღლის, თუ აი დაწოლილია ის ბუშტი, რაც პირველ ვიდეოში ახსენეთ. ბუშტი დასრულია, დაწოლილია, სულ ეკაჩება ეს რომ ადექიო, სირცხვილია, მოსულები არიანო, აწევს. რამდენს აწევს, ეგ თქვენზეა დამოკიდებული. ბოლოში კვანძი არის, მოხსნით დაშლით მარტივად. ცალკე ვინახავ ხოლმე ამებს, ხო? მონტაჟები ცალკე მაქვს, ამაზე ის იგივე სიმძიმე კეთდება რა. ჩააცმევთ ზუსტად ანალოგიურად, რასაც ვაკეთებ, აი ფოსფორი, ხო? აი მაგალითად ავიღოთ ეს. იგივე ფოსფორი არის, იჭდება, იჭედება. შეგიძლიათ ზემოდან დაკიდოთ, მონტაჟები არ იზღუდებით. მოკლედ ეს მონტაჟები ყველაზე კარგია, მაგით ავუჩი ეს მონტაჟები. პოგზეც მუშაობს, ფსკერულზეც მუშაობს და ყველაფერზე. აქეთ იქითა და რეზინა არის მაგარი ვეში. კარგი, სიტყვაზე გვინდა გადაბმა, ხო? გვაქვს დიდი საზანი და გვინდა ის რა ქვია მეტი ტივტივა. ანუ ეს ტივტივები ბევრნაირი არის. არის დიდიც, არის მოკლეც, არის პატარაც. ნუ სიტყვაზე დიდი არა გაქვთ, გადააბავთ 2 პატარა, ხო? ამას ფოსფორს შეუყრით. აი მე რა ხდება. 1 წამი, რეზინა რამდენიანიც გინდათ. მე არ მიყვარს ხოლმე ამას 2 ტივტივის ერთმანეთად, იმას ჯოხი-ჯოხივით ხდება ხოლმე და აი რაც უფრო მოხრილია ხოლმე, კარგია. აი ეს არ გადის, დავატრიალეთ, გავიდა. გადავაცვით. აი ეს გადავაცვით ამაზე და შემდეგი ტივტივაც, აი მაგით ორი ეს კვანძი კაი რა. სანამ კვანძი შეეჯახება რვიანი ამ თავს, ეს გამოსულია და უკვე შეგიძლია გაქაჩო. აჰა, მეორეც გამზადდა. აქ შეგიძლიათ ისევ ის ფოსფორი, შეგიძლიათ უბრალოდ თავზე გადააცვათ. აი, კეთდება ეს. აი, დაახლოებით აი ესე გამოვა. კარგია, მუშა, გამომდგარია. მაგარია. ევროსომის ბოლოს 100 евро დავკარგე, მე გავქმდა, მე ვიტალა დალკე ვინც ააპიარებდა და კარგი მეთევზე იმას ავიცი ბრენდი გააკეთა, რომელიც მიტანა არის პრობლემური, გამოწერდა, ეს არის რა ქვია. აი ამ რეზინებს არ გადააგდებთ, რაღაც მონტაჟებში გჭირდებათ. მონტაჟებში თუ იხმართ და ძალიან დაგიპატარავდათ, ხო, აი სიტყვაზე, აი ეს მოგჩეთ. თევს რო გაუკეთებთ, აი სქელები რო არის ჭირს რა, სქელები მსკავები რო არის. აიმე. აი ეს. თევს გაუკეთებთ და თევზის ცხვირზე სტოპერად იხმართ ამ რეზინებს. ეგეც ეგრე. სხვა დიდ რამეში ეგ რეზინები უკვე აღარ გადგებათ. ხო და ამ ვიტალას არ აქვს რეზინები, აღარ აქვს.
ახალი ბრენდი გააკეთა, ქვია არ მახსოვს რა ქვია. მაგრამ არ აქვს. და არ მომწონს ეგრე, ხა ჩინეთში რო უკვეთავდა შესახელს აწერდა ზუსტად იგივე სიმეორებ, რასაც ხვები და ძვირს აფასებ, ეგეთი საქციელი არ მომწონს და არ მომეწონა, მოკლედ. რო აიღოთ ძუა 0.55 მეთქეთის 0.6 აქ მე მგონი მაქსიმუმი და რო აიღოთ იმისი 0.6 20 კილოთის მეთქეთი ყველას ჯობია ხოლმე, ძუებში ყველას ჯობია. უპირობო ლიდერია. ეხლა სიმძიმეები არის რამოდენიმენაირი. არის ესეთი სიმძიმე დაფერილი, რა თქმა უნდა, ეგ უკვე ახსენი რომ ტყვიას და მეტალს ლოქო ძალიან მარტივად აღიქვავს შეხების გარეშე. მორჩა ბავშვებო დავიშალეთ. რა შუთ გაიგო. არის მეორე დაფერვა, ესეთი ზეგფიშინგის, არის ასფალტი და კაუჩუკი რო წარმოიდგინოთ. აი რაღაცა ეგეთი. და ის როგორ იყო ის ფრაზა? აღარ მინდა კაი. არის Fox-ის ესეთი ვარიანტები, inline-ი, ძალიან კარგი არის, ტყვია, აი თუ მაგალითად ნავიდან თევზაობთ, აი ამის წაღება გაუჭირდება, მაგრამ დინება ესეთ ბრტყელ და მრგვალ რაღაცებს ერევა, ესეთ ცრემლის ფერ რაღაცებს ვერ ერევა და ნუ ისეთი წასვლა წამოსვლა არ აქვს. არის ესეთი დაფერვითაც მეტალიკა, აი მანქანაში რო არის მეტალიკი. არის ესეთი ქვიანი დაფერვაც არის ჩემ კოლექციაში. აი მაგალითად ეს, მაგრამ ეს ნუ ცოტა გავხრიტე და გავაფუჭე, მთავარი სად არის ჩემი ყველაზე საყვარელი. არა, აქ იყო. დავკარგეთო. სახში დამჭა. აი რო აგიხსნათ, ეს არის ისტორია. ყველა ლოქო ამოვიყვანე, აი ამაზე ნახეთ რა პატარა არის ნემსკავი. ეს მქონდა ჟინვალისთვის გამზადებული, ჟინვალზე მოგესწრებით პატარა ლოქოებია და ყველა დიდი ლოქო აი ამაზე დავიჭა. აი ნახეთ როგორი ნაწვალებია. გადამძვრალი აქვს ფერები, ნუ ესა, მოკლედ ეს. აი ტრაინკები რო იშოვებოდეს, კარგი ნემსკავები რო ესე ბევრი იყოს და ოხრად იყოს, ამას გავიმეტებდი და ეპოქსიდში ჩავსვავდი და შევინახავდი, როგორც ჩემი ერთგული მინჭები, მაგრამ აბა არა. მოკლედ აი დაახლოებით მსგავსი დაფერვა აქვს იმ სიმძიმეს. სიმძიმე დაფერვის გარეშე, ხო, აი ესეთი ისიც არის რა. ესეთი დაფერვა, ეს რო აგიხსნათ არის აი 1-2 მილიმეტრიანი გადაკრული არის რა, აი როგორი რაღაცა, როგორ გითხრათ, აი რაღაც ცოტა სპეციფიური და კარგი არის. გადაკრაში და სიმძიმეებში ზეგფიშინგი არის ყველაზე კარგი რა, ძალიან კარგი არის და black cat-იც კარგი არის. და ტივტივებშიც black cat-ი კარგი არის. აი black cat-ს აქვს როგორი ტივტივები აგიხსნით, ფოტოს ამოვანათებ, ტალღოვანი არის. და როდესაც წყალი ეჯახება, აი როგორც გოლფის ბურთს ეჯახება წყალი და ამას იყენებს ვიბრაციისთვის, ანალოგიურად ის მეთქეთის black cat-ის მეთქეთი არის ეს, black cat-ი არის ის. იმასაც აქვს ეგრო, წყალი რო ეჯახება, იმაშება რა, იყენებს სათავისოდ ვიბრაციისთვის რა. აი ესეთი ის აქვს რა. ნემსკავი ამიკიდა. მოკლედ სიმძიმეებში და დაფერვებში ეგ არის. ჩემი აზრით საუკეთესო არის ზეგფიშინგის. გერმანული არის ზეგფიშინგიც. ახალი ბრენდი არის, იმ ბიჭსაც ვიცნობ, ვისიც არის და ძალიან მაღალი ხარისხის აქვს ესენი და ვერტიკალური ისინიც. ბარემ მოდი ვერტიკალურ სატყუარებზეც ვიტყვი. მეთქეთსაც აქვს, ზეგფიშინგსაც აქვს, კამერას შევამოწმებ, ხო იწევს. ვერტიკალურ სატყუარებზეც ვილაპარაკებ. არა რაღაცა ყანყალა, ვობლერი, ესეთი არა რომ ის ლოქოს ვობლერი არის. რაზეც ქარიყვაპი აჯდება, მუშაობს, თევზის ფორმა, დიდი, ნიჩაბი, იგივე არის ლოქოზე. რაც განსხვავებული ფერი უნდა, არაფერი არის უბრალოდ ის პლოპერები, ვობლერი რო არის და კუდი რო ტრიალებს და რო წამოიღებ და ტყუპინის ხმა რო აქვს, ეგეთი გამოვწერე, ადრე გამოვწერე და არ იმუშავა და ეხა კიდე გამოვწერე, აი წელს ეგ მიზანი მაქვს რა, რომ მაგ მეთოდით დავიჭირო. მაგაზე და იმაზე, იხუზე. ხო, მოკლედ ამას ყურადღება არ მივაქციოთ, ვლაპარაკობდით ვერტიკალურ თუ
მეგობარი ყავს წაყვანილი, რომელმაც არ იცის, ან თქვენ თვითონ ჯერ ისე კარგად არ იცით კვოკი თევზაობა და ეხოლოტი გაქვთ, ან კვოკი დაგჭათ სახში, ან რაღაცა მოხდა, ან ძლიერი ტალღა არის, ძლიერი ტალღა როცა არის თევზის, თეთრი თევზის მარტივად რო ვილაპარაკოთ ბუშტების გარეშე, თეთრი თევზი ისე არის რა, გათიშული მდგომარეობაში არის. მაგ დროს ლოკო აქტიურდება, აი ძალიან შტორმში ყოფილვარ და ბევრად აქტიური არის მაგ დროს ლოკო. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, მეტი ჯანი მქონდა, ეხლა მეგეთი მაშინ ნიჩბის გარეშე ვეღარ შევდივარ. მოკლედ, ეგეთ ვარიანტში, როდესაც კოკი დაგრჩება სახში, ან იმხელა ტალღებია, რომ კოკს ვერ ვუტყობთ, მაგრამ ლოკო აქტიური არის, ან ეხა იწყებთ თევზაობას. ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეთოდი არის ვერტიკალურად თევზაობა ლოკოზე ვერტიკალური სატყუარით. კეთ არის ესეთი ფორმის თევზის სატყუარები, აქვს მეთქედსაც, ზეგფიშინგსაც, ზეგფიშინგს აქვს ერთი ფერი მარტო მწვანე, მეთქედს ძალიან ბევრი ფერი აქვს. როგორც ვიცი, ბლეკეთსაც უნდა გქონდეს, მაგრამ ბლეკეთიდანაც რო გამოვწერენ, ესე კარგად არ ჩამოვიდა რა. მეგობარმა გამოიწერა ევროპაში, ჯერ იმას ჩაუვიდა და მე გამომიგზავნა. პირდაპირ საქართველოში რაღაც დაიკარგა ერთხელ ძუა და იმის მერე აღარ მიხმარია. ევროსომიდანაც დავკარგე და გავანებე თავი. მოკლედ, არის ესეთი სატყუარა, ხშირად აქვს ხოლმე აი ნავით ხართ. ნავი, ანკესი, მოდის, აქვს ან ერთი გასაკეთებელი ხოლმე თავზე, ერთში თუ გაუკეთებთ, სიტყვაზე სწორად დგას, შეგიძლიათ უფრო წინ გაუკეთოთ, თუ აქვს გამოსადები, წინ გაუკეთოთ და ეს თევზი ესე სწორად კი არ იქნება, ცოტა ესე იქნება, შეგიძლიათ უკან გაუკეთოთ პირიქით დახრილი რა. აი ყინულზე როგორც თევზაობთ, აი ეგეთი ვარიანტი არის. განსხვავებით აქ სამკავები არ გვხდება და არ უნდა გამოვიყენოთ, აქეთ და იქით პირტვიში და ბოლოში აქვს ნემსკავის გადამყვანი, არ ვიცი რა ქვია და ერთი ცალი ნემსკავი. ამის მინუსი არის ის, რომ სპეციალური ნემსკავი გინდა. ნემსკავის რომელსაც აქვს აი ესეთი თავი არ გამოგადგებათ. უნდა გქონდეს ბრტყელი თავი, ანუ ეს თავი შეტრიალებული უნდა გქონდეს იქით. თორე ეს დაეკიდება ესე. უნდა ეკიდოს ესე გვერდულად. ცურავობაში ხელს უშლის უბრალოდ, თორე ლოკოსთვის ისე იქნება თუ ესე იქნება, აზრი არ აქვს. მინუს ეგ აქვს, რომ სპეციალური თავისი ნემსკავი და რომელიც მოყვება ხოლმე, მაგრამ ესე უცებ ვერ შეცვლი, გამოწერილი უნდა გქონდეთ. ეგეც გქონდეთ ყურადღებაში. არის ფსკერიდან დაახლოებით 2 მეტრა აიღეთ. 2 მეტრაზე, აი ეხოლოტის სურათი რო დაგიხატოთ რა. აი სულ აკეთებთ ესეთ გატარებას. თუ დაინახავთ ლოკოს, შეგიძლიათ აი ვითომ დაჭრილია რაღაცა შეანელოთ, იმხელა წახტომები არ გააკეთოთ, მაგრამ ძირითადად სტაბილური გატარება კარგია ხოლმე. თუ აი დაიძრა ლოკო და აი მოდის რაღაცა, შეგიძლიათ აი გაქცევის იმიტაცია გააკეთოთ, თვითონ გაექცა, შეგიძლიათ ისევ სტაბილურში, შეგიძლიათ პირთამინ, შეგიძლიათ გააჩეროთ, მოკლედ ბევრნაირი არის. კვოკი არ გჭირდებათ, დახმარება არ გჭირდებათ. ეს გატარება უნდა იყოს სტაბილურად, სადღაც 15-20 სანტიმეტრი ხოლმე, ესეთი. მიცურავთ ნელ-ნელა წყალქვეშა აფრით, მაგაზე ვისაუბრებ მე, წყალქვეშა აფრით როგორ უნდა იცურავთ, მაგ ნასაუბრები და TikTok-ზეც გადავიღე ვიდეო და მოკლედ ეგრევე, ვისაც უნდა იპოვის ამ ვიდეოებს. ეს ატარებთ, დიდი ცოდნა არ გჭირდებათ, ერთ დღეში შეგიძლიათ ისე რომ თქვენი თავის იმედი გქონდეთ, აი ითევზაოთ და თუ არ იყო, ეგ არ ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცა ვერ გააკეთეთ, მარტივი გასატარებელია, ესე იგი ლოკო არ იყო იმ ადგილას. ან მშიერი ლოკო ვერ ნახეთ. შეიძლება ამოვიდეს, შეხედოს, წავიდეს. ესე იგი რაღაც მაძღარია, რაღაცა არ მოეწონა. ძირითადად კარგს ვიზავთ, თუ ჩვენ დავაბრალებთ ხოლმე ჩვენ თავს, ლოკოს არ დავაბრალებ და ჩვენ გამოვასწორებთ მე ჩვენ შეცდომას. ეგრე წინ წახვალთ. ყველაფერი ლოკოს ბრალი თუ იქნება, თქვენ აღარ განვითარდებით. ეგ იყო და ეგ შეიძლება ეს გააქციოთ, შეიძლება ის ამასაც აქვს ხოლმე სპეციალური ჩაღრმავებანი, რომ მეტი ვიბრაცია ქონდეს და უფრო კარგი თამაში ქონდეს წყალში. ამას როგორც მაქვია, ყინულზე თევზაობისას, რომ აი სატყუარას ესეთი სამკუთხედი ფორმა აქვს რა. ეს დავხატე ზემოდან, ესე რომ ზემოდან რო უყურებ სატყუარას. რომ აწევ და აი რაღაცა სხვადასხვა ადგილას დაცურავს, ეგრე არ არის. ეს უფრო სტაბილური არის. ეს სულ არის აი ესეთი ბრტყელი ხაზივით აწევ, ჩაწევ და აი რაღაცა ის არა აქვს, რომ იქით გაიცუროს, აქეთ გამოცუროს, იქით გაცუროს, აქეთ გამოცუროს, არა.
უბრალოდ აი ესე ჩავა ხოლმე, აი მე ეგეთი მეთოდებით მეტი როგორ აგიხსნათ. ორი ხელი მაქვს, ორი ფეხი მარტო თორე ავხსნიდი უკეთესად. კიდე ვერტიკალური სათქო, ხო ეხლა ვერტიკალური ხა გამახსენდა თორე. ხო, მოკლედ ეგ არის. მონტაჟი ძირიდან თქვი, მკვდარს უყენება ხოლმე მოტორსაც, მკვდარზე მოკლედ ბევრი მონტაჟი არის, შეგიძლიათ საერთოდ თევზი, აი ავიღოთ ის საწავით. ავიღოთ მონტაჟი, ხო? აი ერთი ნემსკავი, ორი ნემსკავი. შეგიძლიათ აი ეს ორივე ნემსკავი დატვირთოთ, აქ თავი გაუკეთოთ გადაჭრილი, აქ ბოლო გაუკეთოთ თევზის გადაჭრილი შუაზე, მაგაში შეზღუდული არ ხართ. შეგიძლიათ დამიჭერიათ თბილისის ზღვაზე კვოკით შამაიაზე და ბაყაყის მონტაჟზე, აი ამაზე. ზემოთ მეკეთა შამაია, დაბლა მეკეთა ბაყაყი. ისეთი ცუდი დღე იყო, რომ მეთქი ახლა უტი გავაფუჭე, საერთოდ თევზი არ იყო, ანუ იმ ადგილს, ზოგადად ეგრე არის, რომ ერთ ადგილს დიდი ლოქო კურირებს ხოლმე რა, ერთ ადგილს, დიდი ლოქო, პატარა ლოქო ეგრე არაა ხოლმე. დავიჭირე ამაზე, ერთხელ გამიკეთა, ანუ იყო მაგ მეთოდს მოკლედ აგიხსნით, მაგ დღეს კარგი შემთხვევა იყო, ჩავწიე 5 მეტრაზე, სულ იყო 10 მეტრა, ზუსტად არ მახსოვს, ზუსტად 5 მეტრი იყო, მაგრამ 7 მეტრაზე მოკლედ რა, 10 მეტრა, 5 მეტრა, შუაზე ჩავწიე. ამოვიდა, ჩაწვა. მეორე დღეს იყო წვიმარდი, ქარი, დარი, ავდარი რაღაც ეგრე იცის ხოლმე რა, წნევა რო არის ხოლმე, არ უყარს ხოლმე ზემოთ ამოსვლა. მივხვდი რომ აქ იყო კაი ლოქო, ჩავუწიე, სადაც ბოლო ამოსვლა გააკეთა რა. აი აქ თავზე დაუფიქსირე, ჩავარყი კოკი, ამოვიდა და ჩემს სატყუარასთან. ამოვიდა, თავის მაქსიმუმი ამოსვლა გააკეთა, ამოვიდა და ეგრევე ჩემს სატყუარას შეიჯახა. ერთხელ ჩავარყი კოკი, იმ ლოქოზე არაფერი არ მიწვალი, ერთხელ ჩავარყი კოკი და დავიჭირე, იყო 30. ჯინსებში ვიყავი, ან სკოლიდან ან სკოლიდან არა, უნივერსიტეტიდან ვიყავი ასული იმ საღამოს და ეგრე დავიჭირე 30 კილო. თბილისის ზღვაზე ლოქოთი დაჭერა ძალიან ძნელი არის. და თბილისის ზღვაზე ითევზავ. თუ ხელის გახურება, აი ყველას აქვს ხოლმე ეგ რა. ერთი დღე და ორი დღე რო გადააბავეს, ხელი გეღლება. თუ იწყებს სეზონს და გაინტერესებს, ახლა სანამ კაი თევზაობაზე წავა, ეხლა უნდა ავიდე რომ დავტესტო იქ აკუმულატორი ხო არა გაფუჭებული, ხოლმე თავი ხო არა შესაძლებელი, რაღაცა დამჭერი გრადუსულად სწორად წლიდან წლამდე რაღაცები იცვლება, ღუზა დავკარგე შაშან, მე არა და მაგაცმა დამიკარგა და უნდა გავიარო რა ყველაფერი ეგეთ ვარიანტში კარგი არის თბილისის ზღვაზე ახვალ ვარჯიშებ ამოღამებ ქარეყლაფიაზე ითევზავებ არგაზე ითევზავებ დაიჭერ რაღაცას კარგია მაგრამ ლოქოზე მე პირადად არ გირჩევთ თბილისის ზღვას და რა გავაკეთო ეგ იყო და ეგ ლოქოზე ბევრი არის რა რომ მიკითხებიან ხოლმე ის დალის მთა კარგია რაღაცა იორმუღალო კარგია ტურაზე და ისინი არ ვიცი. მკითხავთ პირადშიც, შემეხმიანებით თხოვნა არის, იმიტომ რომ დრო არ მაქვს მაგდენი, რომ იმდენი ადამიანი წერს ხოლმე იქ ზოგი არავზე, ზოგი თხილამურზე, ზოგი კარავზე, კარავის ფეჩის დადგმაზე, ხარისხიანი ჰამაკი, სკამი, თევზაობა, სადვი თევზაობა, ეხოლოტი გამომაწერინე, ვიღაცამ დამიერეკა ღამის 4 საათზე და რომელი საიდან მქონდა, არ ვიცი, დროზე მაყიდინეო, ნავიო, კაზინოში ვარო, ფული მოვიგეო და გავითიში მეთქი რა ხდება მეთქი და აბა შენ აყოფილ ხარ ვაწი წავაგებო უკმაყოფილო იყო. შემეხმიანებით ყველაფერს ვლაპარაკობ უფასოდ უსასყიდლოდ ჩემ ბევრწლიან გამოცდილებას გიყვებით არაფერი მე თქვენგან არ მინდა. არც ლაიქი მინდა ნურს გამოიწერეთ და რეპორტეთ თუ გინდათ არხი არ მინდა. მე ჩემთვის მომწერთ Facebook თუ რაღაცა მნიშვნელოვანი გაინტერესებთ დააკომენტარეთ და შევეცდები კომენტარებში გაგცეთ პასუხი. დრო არ მაქვს. თორე ნახევარი ის მე ეხოლოტი ამარჩევინე. იმას ვეუბნები რომ მე არ მაქვს გამოყენებული ეგ კოჭა, ეგ ძუა არ ვიცი და რომ მე რომ გითხრა გამოწერე მეთქი და არ იმუშაოს მე უნდა დამბრალდეს და არ მინდა რა ჩემთვის მინდა რა. ჩემთვის მინდა ცხოვრება.